მოკლედ, 5 თვეა ვებრძვი ტილებს, გავაცლი, გავასუფთავებ თავს ერთ თვეში ისე უჩნდება. ბოლოს დაახლოებით 2 თვის წინ მოვაშორე. აღარაფერი ყავდა და ახლა ისევ გაუჩნდა. რაც მთავარია, მეც მედება. ლამისა ავიძრო თავი ისე მეკავება. როგორ მოვიშორო ისე, რომ აღარ გაგვეკაროს საერთოდ. დღეს აღმოვაჩინე, რომ მე და ჩემს დას 4 წლის გოგოს ტილები გვყავს. გადავწყვიტეთ მას შევიღებ, ოღონდ არ ვიცი, რომელი საღებავია კარგი. არასდროს შემიღებავს. ბავშვისთვის მირჩიეთ რამე ისეთი, წილებიც რომ მოკლას. ტილებს კი გავაცლი როგორმე, მაგრამ წილებს რა მოვუხერხო. მსგავსი შინაარსის პოსტებს სოციალურ ქსელში ხშირად წააწყდებით. დედების მთავარი კითხვაა, როგორ და რა გზით მოაშორონ შვილებს ტილები. რჩევები განსხვავებულია. ქალები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ხშირად შეხვდებით ისეთ რჩევებს, სადაც ზოგიერთები ტილებთან საბრძოლველად მათ ზაღლების რწყილის წამლის ბარსის გამოყენებას ურჩევენ. ჩემს ბავშვს ყავდა ტილები, არაფერმა უშველა, სანამ ძაღლის რწყილების წამალი არ გამოვიყენე. სულ რამდენიმე წვეთია საჭირო. ისეთი სუნი აქვს, ტილი აღარასდროს გაეკარება. ასეთმა რჩევებმა სოციალურ ქსელში მწვავე დისკუსია გამოიწვია, რადგან ცხოველებისთვის განკუთვნილმა ტოქსიკურმა პრეპარატმა შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ქალაქში ბავშვების ჩუმი სიკვდილია და მას უცოდინრობა ჰქვია. ბარსი ძაღლის რწყილის წამალი, რომელიც იყიდება მხოლოდ ვეტ-აფთიაქში და ლეკვსაც კი კლავს. ფართოდ გამოიყენება, ეგრეთ წოდებული დედების მიერ ყველაზე ძვირფას შვილებზე. ჩვენ დავინტერესდით, რამდენად მარტივად შევძლებდით ამ პრეპარატის შეძენას ვეტერინარულ აფთიაქში. ჩვენი გადამღები ჯგუფი რამდენიმე ვეტ-აფთიაქს ესტუმრა. ბარსი ყველა აფთიაქში უპრობლემოდ იყიდება, თუმცა როგორც კი გაიგეს, რომ ამ პრეპარატის გამოყენებას ბავშვის ტილების საწინააღმდეგოდ ვაპირებდით, უარით გამოგვისტუმრეს. აღსანიშნავია, რომ წამლის შეძენა სულ რაღაც 2 ლარად და 50 თეთრად არის შესაძლებელი. ბარსი გააქვთ? კი, ბავშვებისთვის შეიძლება ტილების მასაშორებლად? ანუ არ ყიდით? არა. ბავშვებზე არ ყიდით, ძაღლებზე. ისე რაღაც 2 და 50. ბარსი გააქვთ? ძაღლებზე. ბატონო, ძაღლებზე. ანუ იცი რა ბავშვის ტილების წამლების იყენებენ? არ შეიძლება. თბილისის დერმატოვენეროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე სოსო კობახიძე ამბობს, რომ ამ პრეპარატის ბავშვებზე გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია. გამორიცხული არ არის, რომ ლეტალური შედეგი დადგეს. ამ პრეპარატის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ რომ ეს წვეთები განსაზღვრულია ჯერ ეს-ერთი არა ტილის საწინააღმდეგოდ, რომელიც თავზე ხანდახან გვხვდება ბავშვებში, არამედ ტკიპების საწინააღმდეგოდ და სხვა ფეხსახსრიანებისთვის, რომლებიც ბუდობენ ცხოველებში და ეს შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ადამიანისთვის არ არის განსაზღვრული. ეს არის ჩვეულებრივი შხამი, რომელიც სპობს ამ ორგანიზმებს, მაგრამ კანზედაც შეიძლება და მეტი გამოყენებით დროს შეიძლება სისტემური შეწოვა მოხდეს. გვერდის და შეიძლება მეტალურადაც დამთავრდეს, როდესაც შეწოვა მეტი, ეს არის ჩვეულებრივი შხამი, შხამს ხო არავინ არ ვალევინებს. რა მნიშვნელობა პირიდან მიიღებს ნემსის სახით შევა თუ კანიდან შეიწოვა. თუ მოხდა შეწოვა იმ დიდი რაოდენობით შხამის, იქნება ჩვეულებრივი ინტოქსიკაცია, რომელიც მძიმე შედეგებით შეიძლება დამთავრდეს. ტილის აღმოჩენის შემთხვევაში ზუსტად შერჩეული პრეპარატი ბავშვის ჯანმრთელობას და თავისგან ყოველგვარი რისკების გარეშე დაიცავს.